მე ვარ თევდორე გოგოლაძე და უკვე 1 წელზე მეტია, რაც შევისწავლი და ვიკვლევ უენო სალამურს. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდები მინდა რომ დავაინტერესო. ვაჩვენო რომ აი ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი არის. და ერთგვარად ყოფაშიც დაბრუნდეს და არა მარტო სცენაზე უნდა იკრებოდეს ეს საკრავები, არამედ თვითონ საკუთარი სიამოვნებით აი ყოველდღიურობაში ასრულებდნენ. სალამურზე ბავშვობიდან უკრავდა, გაიზარდა, დრო გავიდა და საკრავის სიყვარულმა მასში ბევრად უფრო დიდი ინტერესი და მიზანი გააჩინა. ქართული მუსიკალური ინსტრუმენტის, სალამურის თვითმყოფადობის შენარჩუნება და მისი პოპულარიზება. მესამე კლასიდან უკრავ სალამურზე და წლების განმავლობაში თეი ჩემი სკოლის პერიოდი ვიყავი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინსტრუმენტალურ ანსამბლში. მუშაობ ფოლკლორის ცენტრში უკვე რამდენიმე წელია და ვარ საიტების ადმინისტრატორი. ტვირთავ სხვადასხვა აუდიო მასალებს, საარქივო მასალებს. და აღმოვაჩინე, რომ უენო სალამურზე არსებობდა სხვადასხვა ძველი ჩანაწერი. კანონმდებლობის სიგრძის მცენარის ღეროს გულს ამოაცლიან ჯოხით ან თოფის ზომით. პირველად მაშინ გამიჩნდა ეს ინტერესი. აღმოჩნდა ცოცხალი ეთნოფორი ზაურ თეთრაშვილი, რომელიც იყო ცოცხალი ტრადიციის მატარებელი. და აი ამის შემდგომ უფრო დავინტერესდი ფოლკლორის ცენტრში ახალი გახსნილი ქონდა საიტი folk catalog.gi, სადაც აი პირდაპირ ხელის გულზეა გადაშლილი მთელი საარქივო მასალები. რომ მეგონა რომ 1-2 მელოდია იყო შემორჩენილი უენო სალამურზე, აღმოჩნდა პირდაპირ დამახური განძი. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მასალებით დასტურდება. როგორც ცნობილია, 1928 წელს მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე აღმოაჩინეს უენო სალამური, რომელიც გედის ძვლისგან იყო დამზადებული. პირველი უენო სალამური ფიქსირდება დაახლოებით ჩვენს წესარიცხვამდე მე-14 საუკუნეებით აღმოჩენილია წყემსი ბიჭის გედის ძვლის უენო სალამური. ეხლა ხელში ასმიჭირავს ეს სალამური. შეიძლება ესე უწოდოთ, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ტრადიციული უენო სალამური. ივანე ჯავახიშვილმა ჩამოგვიყალიბა ეს მკაცრი ტრადიციული წესი, რომელიც რაც ყველა მესალამურე ითვალისწინებდა. სალამური იზრდებოდა დიდგულასგან და იცავდნენ ესეთ ოქროს წესს. ერთი ციდა ზედა ნაწილი, ერთი ციდა შუა ნაწილი, სადაც თანაბრად დაშორებული თვლებია განთავსებული 6 თვალი და 4 თითის დადება ქვედა ნაწილი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შემსრულებელს საკუთარი ხელის ზომა გააჩნდა, შესაბამისად ყველას გამოდიოდა თავისი უნიკალური ინდივიდუალური ბგერათა რიგი. აი მაგალითად, ეს სალამური აღვადგინე ფირუზ ალიაშვილის ბგერათა რიგის მიხედვით. გადმოცემით, აი გოლდიათური აღნაგობა ჰქონდა ამ ადამიანს და შესაბამისად ძალიან გრძელი უენო სალამურის გამოვიდა. თევდორე გოგოლაძე უკვე 1 წელია უენო სალამურის ისტორიას იკვლევს. წყაროებს, ვიდეო, აუდიო და ვიზუალურ მასალებს ამუშავებს და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ტვირთავს. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ პირველ საქართველოში ერთ-ერთ უძველეს უენო სალამურს, რომელიც დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14-მე-15 საუკუნით. აი ესე გამოიყურებოდა დაახლოებით გედის ძვლისგან გაკეთებული ერთ-ერთი უძველესი უენო სალამური. როგორც თავად ამბობს, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. ამას იმ წამიდან მიხვდებით, როდესაც უენო სალამურზე, მის ისტორიასა და მნიშვნელობაზე იწყებს საუბარს. უენო სალამური ისევე განსაზღვრავს ქართული კულტურის იდენტობას, როგორც ასევე სხვა ხალხური საკრავები, როგორც არის ფანდური, ჭუნირი, ჭიანური, ლარჭემსოინარი და სხვა. ენიას აქვს გამარტივებული, ანუ შესრულება ძალიან მარტივი, იმიტომ რომ გააჩნია სადინარი, სადაც უნდა ჩაბერო და პირდაპირ გამოსცემს ხმას. ერთადერთი რა სირთულეს წარმოადგენს ენიან სალამურზე, ესაა ჰაერის კონტროლი. ხოლო უენო სალამურს რაც შეეხება, ამას ემატება უკვე თავად ტუჩის გარკვეული ტექნიკა და ჰაერის ისეთი ფრთხილი კონტროლი, რომ გამოიწვიოს შესაბამისი ბგერა.
თევდორე გოგოლაძე თავადაც ამზადებს უენო სალამურებს. მეტიც, მისივე აღდგენილი უძველესი მელოდიების დაკვრაც არანაკლებ კარგად გამოსდის. ესა სიღნაღში მცხოვრები ივანე რაიბულის კუთვნილი უენო სალამური. ერთ-ერთი მის თავის რეგიონში ცნობილი უენო სალამური იყო 90-იან წლებში გარდაიცვალა. და მისმა ქალიშვილმა მათხოვა ეს უნიკალური უენო სალამური შესასწავლად. და არქივში დასულია მისი ეს ამ სალამურზე შესრულებული მელოდია და მაგის მიხედვით აღვადგინე და შემიძლია შევასრულო. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსპედიციის ჩატარებას გეგმავს. სურს იპოვოს და პირადად გაიცნოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ ქართულ მუსიკალურ საკრავთან ოდესმე რაიმე შეხება ჰქონია, ან აქვს. ეს არის ჩემი მიერ გაკეთებული უენო მესალამურეების რუკა ერთგვარი. ანუ სადაც კი დაფიქსირებულა საქართველოში უენო სალამურზე შემსრულებელი ყველა მყავს, თქვათ, აი ერთ რუკაზე განთავსებული. თავისი სახელი, გვარი, წარმომავლობა, რა ინფორმაცია მაქვს. ანუ ყველანაირ ინფორმაციას ვეძებ უენო სალამურზე. აი თუნდაც სახელი, გვარი კონკრეტულ რეგიონში ვინ ცხოვრობდა. ჩემთვის აი თითოეული ინფორმაცია უნიშნელოვანესი არის. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დაუღალავად აგრძელებს მიზნის შესრულებას. დიდი იმედი აქვს, რომ სალამური ისეთივე საყვარელი და საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, როგორც სხვა დანარჩენი ინსტრუმენტები.